დესპანი არაბთა მეფის კარსა. მე მეფე თამარი, მე მკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მივავლინე ჩემივე დესპანი არაბთა მეფის სალაჰ ად-დინის კარსა. სურდა პირობა არაბთა მეფისა. მისივე დაპყრობილ ქრისტიანთა წმინდა ადგილების დაბრუნებისა. თუ არაბთა მეფე მიიღებდა პირობასა, მზად ვიყავი მეცნო მისივე დაპყრობილი სამთავრონო, ვითა მიწა მისივე ქვეყნისა. არ დაემუქრებოდა საფრთხე მისივე სამეფოსა საზღვრებსა. ვითხოვდი. დაებრუნებინა ქრისტიანთა წმინდა მიწა, იერუსალიმი, ჩვენივე ეკლესიად მონასტრები. მათი მიმდებარე მიწები. ჩევინივე ბერ მონაზონთა დაცვასა. უფლებას ამალისა ელჩთა მხედრობისა ვაჭართა ქარავნისა აღმართული დროშებით შესულიყვნენ იერუსალიმსა. ქრისტიანთა დაუბრკოლებლად შეძლებოდათ ღვთისმსახურება. ვერ დავიცავდი პირობასა, დარჩებოდა ქონება ქრისტიანთა სალოცავებისა. ბერ მონაზონი ვითატყვე არაბთა მეფისა. თუ არაბთა მეფე ვერ შეძლებდა თავისივე პირობის დაცვასა, მხედრობით მივიდოდი, მოვითხოვდი გამოხსნას წმინდა მიწისა. ამ პირობით გაემგზავრა ჩემივე დესპანი, ვითა მთავარი ელჩი მეფისა. მანამდე ვარჩევდი ვისთვის მენდო მისია მეფის დესპანისა. თავიდან მირჩიეს მივლენა სოსლანისა და მისივე გამზრდელისა, ვარამ გაგაელისა. მათთან მინდოდა გამგზავრება ჩემივე დისა და მამიდისა. თქვა მხარგრძელმა, გირჩევ სოსლანი მხედრობით მივიდეს დარუბანცა, მაცნემ შემოთვალა, ურჩობას აპირებენო. ელჩები გაუგზავნია მათივე მეფესა. განუზრახავს სალაჰ ედ-დინს მიემხროსო. გადაწყდა, მანამ ურჩთა ელჩები მივიდოდნენ, ქართველთა მეფის დესპანი მისულიყო არაბთა მეფის კარსა. ჩემივე ნათესავნი, ვითა ელჩები ვერ გაემგზავრებოდნენ წმინდა მიწასა. მეგონა არ მიიღებდა არაბთა მეფე ჩემივე პირობასა. მანამ მოიტანდნენ პასუხსა არაბთა მეფისა, უნდა მეზრუნა მორჩილება დარუბანდისა. გამოჩნდა სარდალნი ვერ წავიდოდნენ, ვითა ელჩები ქართველთა მეფისა. მირჩია ჩემივე მოძღვარმა, ვითა დესპანი მიმევლინა მეჭურჭლეთ უხუცესი მეფისა. ბრწყინვალე მცოდნე არაბულისა, ცოდნე მათივე კულტურისა, თარგმნელი სპარსი პოეტების შრომებისა. მასთან ერთად მივიდოდა სარდალი მეფის მხედრობისა, ივანე მხარგრძელი, სულთანი დვინისა, ვაჭრარნი და პატრონი ქარავანისა. თუ არაბთა მეფე პატივით მიიღებდა ელჩებსა, ვაჭრები მოახერხებდნენ სავაჭრო საქმის დაწყებასა. პირველი დასტური არაბთა მეფის პირობის დაცვისა. ვიხმე მეჭურჭლეთ უხუცესი და დიდვაჭრნი, ვეზირი მხარგრძელი. მისივე ძმა ზაქარია. პირველად გარიგეს ამბავი ელჩთა გამგზავრებისა. მინდოდა მოსმენა მათივე რჩევისა ვითა დარბაზისა. დიდ დრო მოვანდომეთ ბჭობასა. დადგენასა ქართველთა მეფის პირობისა. მანამდე ვისურვე მოსმენა რჩევისა. თქვი, მაცნე ამბობს ურჩობა გაუბედია დარუბანდის მეფესა. თურმე აპირებს ელჩების გაგზავნასა. ადრე გუმართებს გაგზავნა დესპანისა. მივიდეს არაბთა მეფის კარსა. არ მჯერა არაბთა მეფისა. ვიზრუნე, მანამ მექნება პირობა. მხედრობა დარჩება დარუბანდსა. თუ არაბთა მეფე დადებს პირობასა, გავყოფ მხედრობასა. ერთნი დარჩებიან დარუბანდასა. მეორე მივა იერუსალიმსა. დაიცავს მსახურთა ქრისტეს რჯულისა. ჩვენ გვერგო ნუგეში იერუსალიმის ქრისტიანთა. იმედი ბერ მონაზონთა. მინდა ჩემივე დესპანმა უთხრას არაბთა მეფესა. თუ ვერ დაიცავს ნუ დამპირდება. ვიცი სახელი არაბთა მეფისა. ვიცი უძლეველი სარდალია. სახელოვანი მხედართ მთავარი. არ გაუჭირდება განჭვრეტა, ფასი ჩემივე პირობისა. თუ არის სურვა მიღება პირობისა, ჩემი მხედრობა გამოეხსნის წმინდა მიწასა. ვეცდები მიცემული პირობის დაცვასა. ვცნობ მისივე საზღვრებსა. ვიქნები მეკავშირე. დავიცავ მისივე სამეფოს ჩრდილოეთის საზღვარსა. ჩემივე სამეფოს გავლით ვერავინ დაემუქრება არაბთა მეფესა. ჩავკეტავ დარიალს ჩრდილოეთის მომთაბარენი ვერ შეძლებენ მისივე სამფლობელოების მორბევასა. მტკიცე ფიცით დავიცავ ჩემივე პირობასა. მტკიცეთ მოვითხოვ მისივე პირობის დაცვასა. მერე ვთქვინება დარბაზის მოსმენისა, რჩევა ელჩობის სამზადისისა. ვისურვე პირველი ეთქვა ივანე მხარგრძელსა. მიმართა დარბაზსა, მერჩივნა პირველად სხვისი ბჭობა მომესმინაო. მეფემ ასე ინება. ვურჩევ მეფესა. სალაჰ ედ-დინმა გაანადგურა ევროპელ ჯვაროსანთა მხედრობა. გადაწვა იერუსალიმი. ამოწყვეტით დაემუქრა ქრისტიანთა. მისი კეთილგონიერება ნაკლებად დასაჯერი მგონიაო. დადებს მერე თვითონვე დაარღვევს მისივე პირობასაო. განთქმულია თავისი ვერაგობითა. იერუსალიმის ქრისტიანები დაიჯერებენ მოცემულ პირობასა. გატეხავს პირსა.
ბევრად დიდი განსაცდელის წინაშე დადგებიანო. ელჩების გაგზავნას ვერ ვურჩევ მეფესაო. ვკითხე მხარგრძელსა, ეთქვა სხვა არჩევანი ქართველთა მეფისა. თქვა, ჩვენი მხედრობის იმედი მაქვსო. მივიდეთ, წაღებული ძალითვე დავიბრუნთო. სხვა გზა არ დარჩენია მეფესაო. მერე ვისურვე მოსმენა ზაქარია მხარგრძელის რჩევისა. ზაქარიამ მიმართა დარბაზსა. თქვა, ვიზიარებ ივანეს რჩევასაო. ვერაგია არაბთა მეფე. არად დაგიდევს პირობის გადათქმასაო. ხედრობით უნდა ვსძლიოთო. ძალა გამოიხსნის იერუსალიმსაო. ჩვენივე მოიმედე ქრისტიანთა ჩავაგდებთ ცუდ დღესა. მეფის სახელი შეიბღალებაო. მერე ვისურვე მოსმენა მეჭურჭლეთო ხუცესი რჩევისა. მიმართა დარბაზსა, დიდი მოწიწებით მოვისმინე რჩევა სახელოვანი სარდლებისა. ვიცი ბევრად კარგად იცნობენ სალაჰ ედ-დინსა ვიდრე მეო. ვიცი ვერაგობანი ჩადენილი არაბთა მეფესა. ვერ დაგპირდები, დავარწმუნებთ სალაჰ ედ-დინსა. ვერ დავეთანხმები სარდლებსა. ვურჩევ მეფე თამარსა, ნუ დააყოვნებს ელჩთა გამგზავრებასა. ვეცდები დავარწმუნო მეფე ქართველთაო. ეცოდინება არაბთა მეფესა, მეფე თამარის ელჩები მოვლენო, მოერიდება იერუსალიმის ქრისტიანთა დევნასაო. უთქვია მაცნესა, დარუბანდის მეფე ურჩობას აპირებსო. ელჩების გაგზავნას გეგმავსო. ასე მგონია, მანამ ჩვენი ელჩობა დასრულდება, არაბთა მეფე დააყოვნებს ელჩებსა დარუბანდის მეფისა. ურჩობას ვერ გავბედავს, დაელოდება არაბთა მეფის პასუხსაო. მანამდე ჩვენი მხედრობა მივა, გაამაგრებს დარუბანდსა. მერე ურჩობა არ გამოვა. გაიგებს არაბთა მეფე, ქართველთა მხედრობას დარუბანდი გაუმაგრებიაო, მეორიდება მათთვის პირობის მიცემასო. მანამ ჩვენი ელჩები მივლენ არაბთა მეფის კარსა. დრო ექნებათ სარდლებსა მეომართა ხმობისაო. მივა, ეტყვის სალაჰ ედ-დინთანსა, მეფე თამარის მხედრობა დაელოდება ელჩობის დასრულდებასა. ელჩები ქართველთა მხედრობამ გამოაცილა. მანამ მივალთ არ დაიძრებიანო. შენი პასუხის გამოაჩენს ქართველთა მეფის ნებასა. მხედრობა ეცდება იერუსალიმის დაბრუნებასა. ან დადებულ პირობას დაიცვასო. მეფე ელოდება პასუხსაო. ვურჩევ მეფესა, ელჩების თანხლებით სარდლები მიავლინოსო. თუ არაბთა მეფე არ მიიღებს პირობასა, სარდლები ადვილად დაგეგმავენ იერუსალიმის დაბრუნებისაო. არაბთა მეფეს მცირე დრო დარჩება სამზადისისაო. თუ უფალმა ინება დარწმუნება არაბთა მეფისა, გადარჩება სიცოცხლე ბევრი მეომრისა. უსისხლოდ დავიბრუნებთ იერუსალიმსა. მოვიწონე რჩევა მეჭურჭლე თუ ხუცესისა. იმავეს მირჩევდა მოძღვარი მეფისა. ვუბრძანე სამზადისი მეფის ელჩთა გამგზავრებისა. მიუმართე დარბაზსა, მინდოდა აზრი დესპანის გამორჩევისა. ისევ ვისურვე მოსმენა ივანე მხარგრძელისა. თქვა, მეფემ მეჭურჭლე თუ ხუცესის რჩევა მოიწონა, ჩემი რჩევა იქნება მთავარ ელჩად დაადგინოსო. იგივე მირჩია ზაქარია მხარგრძელმა. მერე ვისურვე თავისი აზრი ეთქვა მეჭურჭლე თუ ხუცესსა. თქვა, თუ მეფე ინენებებს, დიდი პატივი იქნება მისი სახელით წარვსდგე არაბთა მეფის წინაშეო. ვერ დავპირდები მეფესა, შევძლებ დარწმუნებას სალაჰ ად-დინისა. მჯერა ქართველთა ელჩობა გამოიღებს ნაკობსაო. ვურჩევ მეფესა, მანამ ელჩობა დაასრულებს მისიასა. ქართველთა მხედრობის სამზადისი ბრძანოსო. ვეცდები ბევრად მეტი დრო მოვანდო მომგზავრობასა. მანამ მივალთ, მეფის მხედრობა მზად იქნებაო. მეფობის 7 წელსა გაემგზავრნენ არაბთა სამეფოსა. 3 თვე მოანდომეს გზასა. მაისის დასაწყისსა მისულან სალაჰ ედ-დინის კარსა. მანამ ელჩები მივიდოდნენ, მისულა მაცნე არაბთა მეფისა. უთქვია, მოუთმენლად მოელისო ხელმწიფე მეფე თამარის ელჩებსაო. თურმე მიუწვევია თავისივე სასახლესა. არაბთა მეფეს პატივით მიუიღია ელჩები მეფე თამარისა. ქვეს, დიდი მოწიწებით მოიკითხა ქართველთა გვირგვინოსანიო. თურმე უთქვია, თქვენი მეფე დიდი სახელისა ყოფილა. თამარის სახელი გასდა მისივე სამეფოს საზღვრებსაო. მის სილამაზეს ხოტბას ასხამენ მგოსანიო. მერჩივნა მენახა, მისთვის მომესმინაო. მისი სილამაზე ჩემივე თვალით მეხილაო. თურმე მეორე დღეს ქართველთა მეფის დესპანმა არაბთა მეფის პირველ ვეზირსა გადასცა პირობის წიგნი მეფე თამარისა. თურმე ვეზირთა გამართეს ბჭობა. მერე ბრძანა წვევა ქართველთა ელჩებისა. დიდი ნადიმი გაუმართია არაბთა მეფესა. თურმე ცნეს ჩემივე ელჩთა ნადიმი არაბთა მეფის თანხმობის ნიშანიაო. თურმე იმათმა პირველმა ვეზირმა განუცხადა ელჩებსა, არაბთა მეფე მიიღებს მეფე თამარის პირობებასაო. დღეიდან არაბთა მეფე ბრძანებს პირობების დაცვასაო. არაბთა მეფე პატივს სცემს მეფე თამარის მზაობასა. უნდა თვითონვე დაიცვას მისივე პირობებიო. თურმე იმავე დღეს გარეთ გამოსულა იერუსალიმის მთელი ქრისტიანი მოსახლეობა. ზეიმობდნენ. ულოცავდნენ ერთმანეთსა. თურმე დაირეკა ზარები. მიაწყდა მრევლი ტაძრებსა.
ბერებმა გადაიხადეს პარაკლისი, ლოცავდნენ მეფე თამარსა, აღავლენდნენ უფლისადიდებელ ლოცვებსა. ჩემმა დესპანმა ღირსეულად გაართვა თავი ახალ მისიასა. თურმე უთქვია არაბთა მეფესა, შენვე იქნები ჩემი დესპანი ქართველთა მეფისკარსაო. მე ფური ცხვენი უბოძებია არაბთა მეფესა. მე დავიცავი ყველა პირობა ქართველთა მეფისა. არც იმას გაუტეხია პირობა კაცისა.